ნახოთ მსვლელობა საპროტესტო მივიდა თუ არა უკვე პარლამენტის შენობასთან, რამდენად უსაფრთხოდ მოახერხეს მათ ამ მანძილის დაფარვა. მთელი ჯარი მიყვებოდა საპოლიციო ძალების. ნათია ტრაპაიძე გვეტყვის ბოლო ინფორმაციას. ნათია, გისმენთ. ის საპროტესტო მსვლელობა ახლა უკვე ნამდვილად მოვიდა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც თითქმის 1 წელია ყოველდღიურად იკრიბებიან საქართველოს მოქალაქეები. საკმაოდ დიდი მანძილი გამოიარეს დღეს მარშის მონაწილეებმა მარჯანიშვილის მეტროდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიამდე. მოყვებოდა კადრშიც ჩანდა, რამდენი პოლიციელი მოყვებოდა ამ მარშს, თუმცა დღეს წინა დღეებისგან განსხვავებით უნდა ითქვას, რომ მშვიდი იყო ეს მსვლელობა და პოლიციას აქციის მონაწილეები დღეს არ დაუკავებია. თუმცა წინა დღეებში არაერთი მოქალაქე და აქციის მონაწილე დააკავეს, მათ შორის არის ჩემი კოლეგა გიორგი მამნიაშვილი, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და სწორედ იმ დროს აიყვანეს მარშიდან. ზვიად კვარაცხელია ახლა ჩვენთან ერთად. ბატონ ზვიად, ამ თითქმის 1 წელი გადის უკვე ამ საპროტესტო მსვლელობიდან, სახე შეიცვალა, მსვლელობამ ახალი სისხლი აქვს, მაგრამ ისევ განაახლა რეჟიმის პოლიციამ საკუთარი რეპრესიები და ხედავთ როგორ ძალისმიერად აკავებენ ისინი ამ მოქალაქეებს, მაგრამ ამის მიუხედავად ხალხი მაინც გამოდის საკუთარი პოზიციის გამოსახატად. აი რა თქვენ როგორ აფასებთ აი ამ მოსემულობას? მოგესალმებით, გილოცავთ გიორგობას, ჩვენს ტელემაყურებელს ულოცავთ გიორგობას. ეს არის სოლიდარობის უპრეცედენტო გამოხატულება, რასაც სამწუხაროდ ვერ მიეჩვია ოცნების პოლიციური რეჟიმი და იმის ნაცვლად, რომ 28 ნოემბრის, ანუ 1 წლის წინანდელი კატასტროფისთვის ახსნა განმარტება გაეკეთებინა, პასუხისმგებლობა აეღო, ამის ნაცვლად ყოველდღიურად ახალ უსამართლო კანონს იღებს, საპოლიციო რეიდს ატარებს, აკავებს მშვიდობიან დემონსტრანტებს და ერთი სიტყვით ცდილობს ყველანაირად რომ შეავიწროვოს ეს უწყვეტი პროტესტი, რაც შეიძლება ამ 1 წლის თავზე პირდაპირ ვთქვათ, რომ მას არ გამოსდის, იმიტომ რომ ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ახალ გზებს და ახალ პროტესტის ფორმებს, უფრო და უფრო მეტ ადამიანს ერთმანეთთან დაკავშირებულს ამ პროტესტში. და ამ ხნის განმავლობაში ასევე ოცნების რეჟიმმა სცადა ძალიან აგრესიულად და მიზანმიმართულად ემიგრაციის გაშავება და ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ. ის ადამიანები, ვინც დღეს არჩენენ უცხოეთიდან საქართველოს, ვინც მონაწილეობენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიურ ცხოვრებაში, ივანიშვილის რეჟიმს უნდა რომ ჩამოშორდეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას. ანუ ისინი აქცია ფაქტობრივად საბანკო გზავნილებად, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით, იმიტომ რომ თუ ვინმე გვაძლიერებს და ამ სოლიდარულ მოძრაობაში უწყვეტ პროტესტში მნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, ეს არის ემიგრაცია. და ასევე ვხედავთ ძალიან კარგად, რომ ოცნების რეჟიმი შეუდგა ქართველი ხალხის მიზანმიმართულ გაღარიბებას. რისი ნაწილიც არის რუსებზე და სხვადასხვა უცხო ტომელებზე ჩვენი მიწების გაყიდვა. ეს არის ანტიქართული ქმედება, ანტიეროვნული ქმედება. უნდა ითქვას პირდაპირ, რომ ის როგორაც პოზიციონირებდა ყოველი არჩევნების წინ ოცნების რეჟიმი, ეს იყო პატრიოტული, კონსერვატორული ნარატივი, სინამდვილეში ჩვენ მაშინაც ვიცოდით და ახლა კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ ეს არის ყველაფერი ფსევდო, ეს არის ყველაფერი პროპაგანდის ნაწილი, იმიტომ რომ მათი პროპაგანდაც არ მალავს უკვე სიძულვილს პროტესტში მყოფი ადამიანების მიმართ, ემიგრაციის მიმართ. ეს არის კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ასეულ ათასობით ადამიანის მიმართ სიძულვილი. და ბუნებრივია ეს არის ანტიქართული, ანტიეროვნული ქმედება. იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ოცნების რეჟიმი, მათი ბელადი და მისი ხელის ბიჭები არიან ქართველთ მოძულეები. და ეს ყოველდღიურად მტკიცდება იმის ნაცვლად, რომ მათ ამ ხნის განმავლობაში პასუხისმგებლობა აიღო და ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ოცნების ხელისუფლება პასუხისმგებლობას არაფერზე არ იღებს, არც ერთ დაპირებაზე არ იღებს. ამის სანაცვლოდ ვხედავთ, რომ ის ცდილობს გათიშოს წინააღმდეგობის მოძრაობა და გათიშვის ნაცვლად ჩვენ ყოველდღიურად ახალი ძალებით, ახალი ბრძოლის, ახალი მეთოდებით ვივსებით. ამიტომ თუ რამე შეგვიძლია შევპირდეთ ოლიგარქის ხელისუფლებას, ეს არის რომ
ბრძოლა არ გაჩერდება. დიდი მადლობა, ბრძოლა არ გაჩერდება. ეს იყო მთავარი სათქმელი ამ მარშრუტშიც და წინა დღეებშიც. ახლა კიდევ ერთი სტუმარი მყავს უკვე ახალგაზრდების კვოტით. თქვენი მეგობრებიც დააკავეს გუშინ, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ვხედავთ, რომ მაინც გამოდიხართ რუსთაველზე მონაწილეობთ მარშებში. რა გაქვთ სათქმელი, ანუ რას ეუბნებით რეჟიმს? ხო, თითქმის ერთი წელია და ვფიქრობ ერთ წელზე მეტია, რაც ამ ქვეყანაში პროტესტი მიმდინარეობს, განსაკუთრებით უწყვეტი პროტესტი, რომელიც სოფლიოშიც კი ალბათ უპრეცედენტო არის, რომ ამდენი ხანი ადამიანები დგანან მედგრად, პოულობენ სხვადასხვა გზას იმისთვის, რომ გააპროტესტონ და ის მართლა გულიდან ამოსული პროტესტი, რაც თითოეულ ადამიანს გვაქვს, მართლა ბრაზი, რომელიც შარშან 28 ნოემბერს მერე მოგზდევს, ეს გამოვხატო და კი გუშინ დააკავეს ჩემი ორი უახლოესი მეგობარი, ლუკა ჭოხონელი და ცოტნე მიცვლავა თავისუფლებას უსურვებ, თუმცა ახლა ადმინისტრაციულ დაკავებებს მეც და ჩემი მეგობრებიც მივეჩვიეთ და სამწუხაროა, რომ ჩვენ და ჩვენმა მშობლებმა უკვე ვიცით, რომელი იზოლატორი, რომლის ჯობია და ასე შემდეგ, რასაც მე რამდენიმე წლის წინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და დარწმუნებულად დედაჩემი მით უმეტეს, იმიტომ რომ ხო, რაღაცა ეგეთ სიტუაციაში ვართ, რომ თითოეული ადამიანი ისჯება იმის გამო, რომ უბრალოდ თავის პოზიციას გამოხატავს და გუშინდელი დღე ამის კიდევ ერთ ნათელი დადასტურება იყო, როდესაც ტროტუარიდან უბრალოდ მოიტანეს ადამიანები, იმის გამო, რომ უბრალოდ კითხვა გავუშვათ, რას უშვებით სხვა ადამიანებს, რატომ აკავებთ, ხო? და ეს არის ის ყოველდღიურობა, რაშიც ჩვენ ცხოვრობთ, მაგრამ ამავდროულად ამას უპირისპირებთ, როგორც წინა სტუმარმა ბატონმა ზვიადმა აღნიშნა, უპრეცედენტო სოლიდარობას, რომელიც დარწმუნებულია ქართულ ოცნების თითოეულ წარმომადგენელს უკვირს, იმიტომ რომ ადამიანი არ არის ჯერ დაკავებული, უბრალოდ შეიძლება იმ ირაკლი ღარიბაშვილზე თუნდაც ან თორნიკე რიჟვაძეზე რაღაცა მამლის ყივილამდე რო გაყიდეს ეს ადამიანები და მეგობრებმაც კი Facebook-იდან მათი ფოტოები წაშალეთ, როდესაც ჩვენ პირიქით თუ რაიმე საერთო ფოტო გვაქვს, ან საერთო რაღაცა უწყვეტ ლაივში რო უბრალოდ გვერდზე გაგვევლო, აი ესე ბალეშიკობთ ერთმანეთს, ეს პროტესტი არ გაჩერდება, ეს პროტესტი არ გაჩერდება იქამდე სანამ არ გავიმარჯვებთ და დარწმუნებული რომ გამარჯვება ძალიან ახლოს არის, დამავიწყდა მომელოცა გიორგობა და ვარდების რევოლუციის 22 წლის თავი და დარწმუნებული ვარ რომ ამ ქვეყანაში ის მონოპოლარი, რაცაც ვარდების რევოლუციამ მოუტანა ეს ქვეყანას, რომ ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დადგა დემოკრატიულ რელსებზე, კიდევ ერთხელ გაგრძელდება. თანამედროვე მადლობა თქვენ. მადლობა. ასეთია ვითარება ამ დროისთვის უკვე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან გრძელდება ისე დგანან მოქალაქეები, საუბრობენ ერთმანეთთან და ასე უჩუმრად გამოხატავენ საკუთარ პროტესტს. მაყურებელს უბრალოდ შევახსენებ, რომ 28 ნოემბერს, როდესაც ირაკლი კობახიძემ კონსტიტუცია გადაახია საქართველოს მოქალაქეებს თავზე, იგეგმება ასევე მასშტაბური დიდი აქცია და მსვლელობა. მადლობა უთხრათ ნათია ტრაპაიძეს, რომელიც გვაწვდიდა ბოლო ცნობებს დღევანდელ მსვლელობასთან დაკავშირებით. ამ მომენტისთვის არ გვაქვს მონაცემი დაკავებულების შესახებ, თუმცა ერთი დაკავებულის თავობაზე თითქოს ვრცელდება ინფორმაცია, რომლის გადამოწმებასაც გადაცემის მიმდინარეობის დროს შევძლებთ და მოგაწვდით.